პარალელურად ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს უკრაინაში. ცხადია, გულისხმობ ფრონტის ხაზს, უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე საომარ პროცესებს, საომარ მოქმედებებს იქ რუსეთი უტევს აქა-იქ უკრაინასგან არა, მაგრამ უკრაინაც უტევს უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის მიმართულებით, განსაკუთრებით ნახევარკუნძულის მიმართულებით რუსეთს და დონბასის მიმართულებით სხვადასხვა ამასაც ვიტყვი დაახლოებით 22-25 კილომეტრით წაიწიეს ბოლო რამდენიმე ხანში უკრაინელმა ჯარისკაცებმა და თლად ისე არ არის საქმე როგორც რუსული ან რუსულენოვანი ქართული პროპაგანდა გვამცნობს ხოლმე ეს ხო ცხადია მნიშვნელოვანია მაგრამ აქ თქვენის ნებართვით არ ვილაპარაკებ ამ რაკურსით და არ ვილაპარაკებთ არც იმაზე რამდენად სერიოზულ იერიშებს ან ხორციელებს უშუალოდ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე იგულისხმება იერიშები დრონებით ფეთქდება ეს საოცარი ჩიტები მოსკოვში და მოსკოვთან და ჯერჯერობით მოსკოვის ცენტრი არ აფეთქებულა, თუმცა ოპტიმისტი, ასე ვიტყვი, უკრაინელი მიმომხილველები, ოპტიმისტი და უკიდურესად პოზიტიურად განწყობილები ამგვარი ოპერაციების მიმართ, ისინი კი ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვის ცენტრის ცენტრში, გულის შუაგულში, თუ შუაგულის გულში მოხდეს აფეთქებები, ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, თლად კრემლთან, თლად წითელ მოედანზე და ეს კი იქნება კატასტროფა დამატებითი რუსეთისათვის, თუმცა კატასტროფას რუსეთისათვის ელიან მანამდეც აგვისტოს თვეში, უფრო კონკრეტული თუ ვიქნებით, ქერჩის ხიდიდან დატოვებს მოსახლეობის, არამკვიდრი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულ ყირიმს, შესაბამისად ჩავლენ ისინი კრასნოდარის ოლქისკენ და არც იქ არის არც იქ ეკნებათ დალხენილი ცხოვრება, იმიტომ რომ უკრაინელები იცით თქვენ რომ აწუხებენ და ანგრევენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას სულ მინიმუმ, აწუხებენ არა მხოლოდ ყირიმის მიმართულებით, არამედ ყირიმის მიღმაც და მოსკოვი ვახსენე, პეტერბურგი არ მიხსენებია, პეტერბურგიც ახსენებელია და ახსენებელია ნოვოროსიისკი, კრასნოდარის ოლქი მთლიანად, ვინიცის სოჩაც და ვინიცის კიდევ უფრო მიღმაც, სადაც რუსეთი არ მინდა ვთქვა, რომ უკვე ძლიერია მეთქი, ჯერაც ძლიერია მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთი მაინც ერთგვარად თავს დაცულად არა, ხო, რაღაცა ყინჩად კი გრძნობს, მაგრამ აქ იგითხარით, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ ნაკლებად მინდა, იცით თქვენ, რომ გაცილებით ან არანაკლებ საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ჯერაც უშუალოდ კიევში და აქ საუბარია მიხაილო ფედოროვისგან თავისუფლებაზე პრეზიდენტ ზელენსკის მიერ და ისიც რომ ამას მოყვა უკრაინელების პროტესტი დაახლოებით 35-40,000 მოქალაქე გამოვიდა კიევის ცენტრში და კიევის ქუჩებში და გააპროტესტა გმირი პრეზიდენტის ეს საკადრო გადაწყვეტილება და კიდევ დაახლოებით 40-50,000 ჯამში გამოვიდა სხვა ქალაქებში, ოდესაში და არა მხოლოდ და ისინიც შეეწინააღმდეგენ, არ მოიწონეს პრეზიდენტ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება და ჩვენც უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, ვისაუბროთ ღიად და ვისაუბროთ ძალიან ესეთ ღიად და გულახდილად ამ თემასთან დაკავშირებით. ეხლა გეტყვით, რას გულისხმობ. ცხადია, პრეზიდენტი ზელენსკი გმირი კაცია, ცხადია, პრეზიდენტ ზელენსკის ყველა გადაწყვეტილება მოსაწონი, ყველა თუ არა, ბევრი გადაწყვეტილება მოსაწონია. ეს არის კაცი, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრციდან პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ფედერაციას ყველაზე უფრო მწვავედ და მწარედ აარტყა ხელი. უკუღმა ასეთები ჩვენ გვახსოვს, ვინც რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია ჩვენ სინამდვილეში, ქართულ სინამდვილეში, ეს არის ვიარ გამსახურდია, ასე მაგალითად, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ასე მაგალითად, ინდივიდები, ხო, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყვნენ თანამდებობის პირებზე, მაგრამ ისინიც არიან გმირები, ვინც რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია. ეს არის ჩეჩნეთის მოძრაობა, დამოუკიდებელი იჩქერის, ხო, ჯოხარ დუდაევი და არა მხოლოდ ასლან მასხადოვი და არა მხოლოდ საკაევი, რომელიც ცოცხალია და არა მხოლოდ და სხვები რიგითი მოქალაქეები იმჟამინდელი ჩეჩნეთისა, რომლებმაც ძალიან მწვავე წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთს და ისიც თქვენ რუსეთის საერთოდაც გენოციდზე წავიდა ამ ხალხისა, პუტინის რუსეთი, მანამდე ელცინის რუსეთი, ამიტომ არ არის მათ შორის არსებითი სხვაობა, მეთქი ამას როცა ვამბობ, ხო, სულაც არ ცდები, იმიტომ კი არა, რომ ელცინი რაღაც უფრო კეთილი არ იყო, შესაძლოა ოდნავ კეთილი იყო, მაგრამ ისეთივე არანაკლებ სასტიკი იყო, ვიდრე ეს პუტლერი პუტინი კაცია, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ახლა მოკლედ ზელენსკის გადაწყვეტილებები შეიძლება გააკრიტიკო მით უფრო
დემოკრატიულ საზოგადოებაში როცა ხარ და იმ შემთხვევაშიც კი თუ ხარ ომში, ამიტომაც ამ ხსენებულმა დაახლოებით ჯამში 100,000-მა კაცმა მთელი უკრაინის მასშტაბით წინააღმდეგობა გაუწია, გააპროტესტა ზელენსკის გადაწყვეტილებით და ზელენსკი იძულებული გახდა, რომ ერთგვარად დაეთმო საზოგადოებისათვის. მან განაცხადა, რომ მას ესმის საზოგადოების ხმა, ის ხვდება, რატომ არის შეწუხებული საზოგადოება, პროტესტზე გამოსული საზოგადოება. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მას ძალიან გაუჭირდა ფედოროვის განთავისუფლება. სხვა შორის ფედოროვი მისი ძალიან ახლო მეგობარია, ის ახლა კი იკავებდა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას, მაგრამ ზელენსკის პრეზიდენტობის პირველ წლებში, ვიდრე ომამდე ცოტა ხანი, ის სხვა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. უნიჭიერესი კაცია ფედოროვი, რომელმაც ომის წარმოებან შეერაღებული ძალები უფრო ზუსტი რო ვიყო, სულ სხვა სიმაღლეზე და სულ სხვა ტექნოლოგიურ სიმაღლეზე გაიყვანა. მან პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე უარყო ომის წარმოების ის ტრადიციული მეთოდები, რომლებსაც ყველანი ჩვეულნი ვართ, ან ყველამ ვიცით მათ თაობაზე და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვით შეერაღებულ ძალებში სულ სხვაგვარად ეცადა ყოველ შემთხვევაში და ვინც ის და მოახერხა კიდეც გადაწყობა უკრაინის შეერაღებული ძალების. აბსოლუტურად ბუნებრივი იყო შესაბამისად მისი როგორც მომავლის კაცის კონფლიქტი სირსკისთან, წარსულის კაცთან, რომელსაც სხვათა შორის ისი თქვენ რომ ყასაფს უწოდებენ, ანუ ეს არის კაცი, რომელიც დაუნდობელია ადამიანური რესურსის მისთვის მეორე ან მე-18 ხარისხოვანია, ის როგორც საბჭოთა ყაიდის ხელმძღვანელი, სამხედრო პირი, ის აი ამგვარი ძველი, შედარებით ძველი მეთოდებით იბრძვის და მე არ ვამბობ იმას, რომ ის იბრძვის წარუმატებლად სირსკის დამსახურებაც არის, როგორც წარსულში, ისე დღევანდელობაში, ძალიან ბევრი ლოკალური ის წარმატება, რომელსაც მიაღწია უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა და ფედოროვმაც საჯარო გამოსვლისას პრინციპში ამაზე ისაუბრა, თუმცა ისიც თქვა, რომ წინ უნდა წავიწიოთ და თავიდან ბოლომდე უნდა მოვახდინოთ შეერაღებული ძალების მოდერნიზება, ადამიანებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ხელოვნური ინტელექტით ნასაზრდოებმა, გამოკვებილმა, გაჯერებულმა შეიარაღებამ უნდა ჩაანაცვლოს გარკვეულ შემთხვევებში მაინც თუ ყველგან არა ადამიანური რესურსიო, პრინციპში ეს ემოციურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი სწორედაც რომ ასეა, თუმცა ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჩვენ აუცილებლად ფედოროვისკენ ვართ, არ არის თლად ასე, ფედოროვი ჩვენც მეს მიმაჩნია, რომ ფედოროვი მართალია ამ პროცესში, მაგრამ არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჩვენ სხვის ომში ბრძენები ვართ, აი ჩვენ გვესმის და პრეზიდენტ ზელენსკის კი ყველაფერი თუ რამ ამ საკითხში არ ესმის. მოკლედ, შეისმინა რა საზოგადოების ხმა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება ფედოროვისთვის უკვე ორი შეთავაზების გაკეთების თაობაზე. მეორე შეთავაზებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ერთ ზოგადად ვიტყვი, რომ ეს მოლაპარაკებები ფედოროვსა და ზელენსკის შორის მაინც წარმატებით მიმდინარეობს და ზელენსკის გუნდში ფედოროვი დარჩება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფედოროვის გუნდელები თავად დარჩნენ შეერაღებულ ძალებში, ანუ ისინი, ვინც დრონებზე და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე დღენიად არა მარტო საუბრობს, არამედ ნერგავს კიდეც ხელოვნურ ინტელექტს შეერაღებულ ძალებში და მნიშვნელოვანია, რომ ეს გუნდი, ეს მიმართულება, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, არ ჩამოიშალოს. როდის მოხდა ეს ყველაფერი, აქვე ამასაც გეტყვით, მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთი ინფორმაციით საერთოდაც 4 თუ 5 საათიანი მოლაპარაკებები გამართა მანამდე მდუმარე ბუდანოვთან, ადმინისტრაციის უფროსთან, რომელიც გაჩუმებული იყო, არ მინდა ვთქვა, რომ საეჭვოდ მეთქი, შეგნებლად ვიტყვი, ტაქტიკურად მეთქი, მაგრამ ბუდანოვმა გააკეთა უკვე შემდგომ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაც პრინციპში გაიმეორა უკვე შემდგომ ზელენსკიმ, რომ შეისმინეს ხალხის ხმა და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, განა უმნიშვნელოა, მაგრამ ამავდროულად არ უნდა მოხდეს ჩამოსშლა შეერაღებული ძალებისა. სირსკი არ არის მარტო კაცი, აქვე გეტყვით. სირსკის ძალიან ბევრი სამხედრო პირი, ვინც დიდ როლს თამაშობს ამ ომში, უჭერენ მხარს, თუმცა არსებობს შედარებით ახალგაზრდათა ჯგუფი გენერლებისა და სამხედრო პირებისა, რომლებიც სწორედაც რომ ფედოროვის მხარეს არიან. აქედან გამომდინარე, აი ეს კომუნიკაცია მათ შორის და საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბება გარდაულა აუცილებელია და ადმინისტრაციის უფროს, ისე როგორც თავდაცვის ახალ მინისტრს ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. აღარ ვლაპარაკობ ცხადია უმაღლეს მთავარსარდალზე, რომელიც აკი გითხარით, რომ თვითკრიტიკულიც იყო
არ ვიცი გითხარით თუ არა, უფრო ზუსტი რომ იყო კონკრეტულად ამ ვიდეობლოგში არ მახსოვს, მაგრამ წინა ვიდეობლოგში თუ rilsში გამცდეთ რომ პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ თავსაც აბრალებდა. მოკლედ 4-5 საათის განმავლობაში ჩაიკეტა პრეზიდენტი ზელენსკი ბუდანოვთან და ბუდანოვმა ამოიღო ხმა და ბუდანოვმა თქვა რომ რა საკვირველია ხალხის ხმა იქნება შესმენელი, რა საკვირველია ფედოროვთან გაგრძელდება მოლაპარაკებები და რა საკვირველია ფედოროვი იქნება გუნდის წევრი, იმიტომ რომ ეს ერთიანობა როგორც ასეთი გარდაულა დაუცილებელი აქვე ვიტყვი, რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამ კონფლიქტისა და გამო სირსკის შემცვლელზეც, სირსკის შეცვლაზე, მოდი ასე ვიტყვი, შემცვლელი არ სახელდება, მაგრამ სახელდება დათქვამია ის, რომ სირსკის მაინც უნდა შეელიონ, მათ შორის იმიტომ რომ ის კონფლიქტური კაცია, არ მინდა გამხელა იმ ადამიანისა და ადამიანთა ჯგუფისა, თუ გდებოდ ასე ვიტყვი, ვინც სიტყვა უჩიჩხინებს პრეზიდენტ ზელენსკის, ან უფრო ზუსტი რომ ვიყო, სულ მუდმივად ამახვირებს ყურადღებას კულისებში იმის საუბაზე, რომ ყასაბი სირსკი მაინც წასასვლელია, რამდენადაც ის ძველი ყაიდის სამხედროა, მაგრამ ესე იოლიც არ არის ახალ რელსებზე, ახალ ტალღაზე გადაწყობა, ანუ იმის იოლად განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი არის, გაკეთებაც უნდოდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს მიხაილო ფედოროვს, ესეც კარგად უნდა გავიგოთ და აი ამ რეფორმირების პროცესში შეიძლებოდა მთლიანად ჩამოშლილი იყო შეერაღებული ძალები, ან ნაწილობრივ ჩამოშლილი იყო, რის უფლებასაც უკრაინა რასაკვირველია საკუთარ თავს ვერ მისცემს, ფედოროვი კი არა, ფედოროვზე ბევრად მაგარიც ძნელი წარმოსადგენია უკრაინულ სივრცეში, მაგრამ მაინც რომ ყოფილიყო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. მოკლედ ფედოროვი სანამ უკაცრავად ბუდანოვი შეხვდა ზელენსკის და პარალელურად უბრალოდ მანამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ზელენსკიმ საველე მეთაურებთან, გენერლებთან, სხვა შორის სირსკი არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, გამართა ონლაინ კონსულტაციები, ყველა თქვა თავისი სატკივარი, პოლიტიკას ნაკლებად შეეხნენ, ან საერთოდ არ შეეხნენ სამხედრო პირები, ანუ არ ისაუბრეს ფედოროვი უნდა დარჩეს, თუ ფედოროვი არ უნდა დარჩეს, გუნდში უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს, სირსკია მართალი, თუ ფედოროვია მართალი იქ. ფედოროვს აქვს რასაკვირველი დასაწული, მაგალითად მობილიზაციის პროცესი ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს, რომ ვიცოდეთ მაინც, ამაზე ოდნავ-მოგვიანებითაც თუ მოვახერხე ვიტყვი, მაგალითად პოლონეთის მაგალითზე. ხო, ამაზეც ესეც არის სასაყვედურო ჭყალებში ფედოროვისათვის, ამაზე არ ყოფილა საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისა და საველე მეთაურებს შორის, მაგრამ იყო საუბარი ვის რა უჭირს, ვის რამდენი იარაღი უნდა, ვის რა ტიპის იარაღი უნდა და ასე შემდეგ. ხო, ფედოროვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამერიკელები და დასავლელები დრონებს კი აძლევდნენ უკრაინელებს წლებისგან, თვეების განმავლობაში, მაგრამ ეს დრონები ფედოროვმა მოიყვანა რაღაც წესრიგში. ფედოროვი ეცადა შეიარაღებულ ძალებში კორუფციის აღმოფხვას და კორუფცია იყო და კორუფცია არის, მეთქი გავბედავ და ვიტყვი ასე და სწორედ სირსკის მხარეს უფრო არის კორუფცია, ვიდრე ახალგაზრდების მხარეს, ამასაც ვიტყვი. ფედოროვი ეცადა წესრიგის დამყარებას, ზუსტი ტექნოლოგიების შერჩევას, ზუსტი ამოცანების განსაზღვრას იმ მომწოდებლებისათვის, რადგან მწოდნე კაცია, რომლებიც აწვდიდნენ განაარა დრონებს უკრაინას, მაგრამ ეს არ იყო მაინც რაღაცა კვლევაზე, უფრო ზუსტი რომ იყო, არ იყო საჭიროების მიხედვით მოცემული დრონები, მაღალი ტექნოლოგიური ტექნიკური საშუალებები, საბრძოლო საშუალებები უკრაინისათვის და ფედოროვმა ყველაფერი დღის წესრიგში კი არა, წესრიგში მოიყვანა. ასე ვიტყვი, კვლავ ვიტყვი, რომ ჩავარდნა მისი მაინც იყო დაკავშირებული გაწვევასთან. უკრაინელებს სჭირდებათ მეტი და მეტი შეიარაღებული ძალებში, მეტი და მეტი ჯარისკაცი, განსაკუთრებით სექტემბრისთვის თავისუფლებას მივცემ და ვიტყვი ასე, ანუ იმ პერიოდისათვის, როდესაც რუსეთი თავის მხრივ გამოაცხადებს სრულ და საყოველთაო მობილიზაციას და გარკვეული რეკრუტირების შემდეგ, თუმცა იქ რეკრუტირება როგორც წესი 5-7 დღიანია, წაასხამს საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე საზარბაზნე ხორცებს უწოდებთ და სწორიც არის, მაგრამ უკრაინელებს სჭირდებათ შეიარაღებულ ძალებში ადამიანები, რომლებიც მათ წინააღმდეგობას გაუწევენ. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო, აი მაგალითად პოლონეთში საინტერესოდ ვითარდება პროცესები, უკრაინაელის ახალგაზრდები, ვისაც ბრძოლაში მონაწილეობის ასაკი აქვს და ბრძოლის უნარიანობაც შერჩენია, რომლებიც წასულები არიან და ესეთი არ არის ცოტა უკრაინიდან წასული. მათ შორის პოლონეთში მათი დაბრუნება მოხდება
უკრაინაში ეს არის ზელენსკისა და გავბედავდავიტყვი ტუსკის ერთობლივი ოპერაცია, თუმცა კარგად უნდა გავიგოთ, რომ ეს უკრაინისათვის ხომ კარგი იქნება, რასაკვირველია, მაგრამ საკმაოდ ძიმე იქნება პოლონეთისათვის, პოლონეთის მაგალითზე თუ ვშენოთ მაინც და მაინც, იმიტომ რომ მუშახელი, უკრაინელი ახალგაზრდების ჩასვლის შემდეგ, მუშახელი გაიაფთა ერთის მხრივ და ძალიან ბევრია დასაქმებული პოლონეთში, სამშენებლო ბიზნესში, ასე მაგალითად, სხვაგან, უმრავლეს შემთხვევაში კანონიერად და ეს დაახლოებით, არ მინდა რიცხვის დასახელება მაინც და მაინც, მაგრამ მოკლედ მილიონზე მეტი ადამიანი თუ გამოეცლება ეხლა პოლონეთს, ეს პოლონეთის ეკონომიკისთვის იქნება საკმაოდ მძიმე დარტყმა, მაგრამ მეორე მხრივ ყველა შესანიშნავად ხვდება, რომ უკრაინელებმა და პირველ ყოვლისა უკრაინელებმა უნდა დაიცვან უკრაინა და კი მე მესმის რომ გარკვეული უკმაყოფილებაც შეიძლება იყოს საზოგადოებაში იმის გამო რომ ემიგრაციაში წასულები არ მინდა დავარქვა მათ მაინც და მაინც დეზერტირები, მაგრამ წასულები მიზეზთა გამო ახლა დაბრუნდებიან უკრაინაში და მათ გარკვეული რეკრუტირების შემდეგ ფრონტის წინა თუ არაწინა ხაზზე წაიყვანენ, ალბათ წაიყვანენ და ეს არ არის ცოტა მოქალაქე რომ ვიცოდეთ მაინც აკიგითხარით რომ პოლონეთის მასშტაბით შეიძლება იყოს დაახლოებით ლაპარაკი თუ მილიონზე არა 700,000, 600,000-ზე თუ 600,000-დან ყველას არა ნახევარს მაინც მეოთხეც მაინც ხო წაიყვანენ. აი 150,000 კაცი ახლა ემიგრაციიდან მარტო პოლონეთიდან თუ შემოეხიდება უკრაინას, შეეხიდება უკრაინას, ესეც მნიშვნელოვანი ამბავი იქნება. სირსკი არის ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ ამგვარი რამ განხორციელდეს, იმიტომ რომ ის შესანიშნავად ხდება, რომ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით უკრაინა საკმაოდ მოიგოჭრებს. ესეც არ არის ჩემი სალაპარაკო მთავარი თემა. მთავარი თემა არის ის, რომ ფედოროვი რჩება გუნდში 2026 წელს ომის დასრულებას არ უნდა დაველოდოთ, ესეც უნდა ვთქვათ, 27 წელს დასრულებასაც არა. თუნდაც აი დაშორიშორების, აი გამყოფ ხაზებზე ხარეების დაშორიშორებასაც არ უნდა დროებით ცეცხლის შეწყვეტას არ უნდა ველოდოთ მაინც და მაინც 26 წელს, 27 წლამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. პერსონალურად მე მგონია რომ ყირიმის მიმართულებით უკრაინა საოცარ წინსვლები ექნება, საოცარ გამარჯვებებს მიაღწევს. ქერჩის ხიდიდან უკვე გადადის არამკვიდრი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ერთი ინფორმაციით დაახლოებით 50%-მა დატოვა ყირიმის ნახევარკუნძული და ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ყირიმის მიმართულებით ყირიმი დაბრუნებული თან იქნება და თან ვერ იქნება, ესეც უნდა ვთქვათ. ამიტომ სახმელეთო ოპერაციისათვის უკრაინა მაინც გავბედავდავიტყვი მოემზადება ყირიმის დასაბრუნებლად უკრაინის სივრცეში დე იურე უკრაინა ისედაც არის, მაგრამ დე ფაქტოს რომ აი ადმინისტრაცია იყოს კიევიდან დანიშნული ყირიმში, რაც კი ძალიან რთული იქნება ადამიანური რესურსის გარეშე, რომ ვიცოდეთ მაინც ანუ ერთია შეტევები დრონებით ახლა და ბალისტიკური რაკეტებით უკვე ხვალ და არა მარტო ყირიმის მიმართულებით, მაგრამ გარდაულად აუცილებელი იქნება სახმელეთო ოპერაციის დაწყება, რაც მე არ ვამბობ, რომ შეუძლებელი იქნება, განსაკუთრებით ყირიმის მიმართულებით, თუ ყირიმი ასე დაასუსტდა და ყირიმი ასე მოსწყდა რუსეთის ფედერაციას, აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ყირიმი შეიძლება მართლაც მოსწყდეს, იმიტომ რომ დაახლოებით გეტყვით, მარიუპოლის მიმართულებით შეიძლება ჩაჭრან უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა და ეს ფრონტი გაიხლიჩოს უხეშად დონბასის ფრონტი, შედარებით აღმოსავლეთით და დასავლეთით არსებული ყირიმის მიმართულებით ფრონტი, ზაპოროჟიეს მიმართულებით შეიძლება ჩაიჭრას ეს და ლოჯისტიკურ მომარაგებებზე აღარაფერს ვიტყვი, რუსეთი პრაქტიკულად ვეღარ ახერხებს ლოჯისტიკურ მომარაგებას ნახევარკუნძულისა და გავბედავდავიტყვი ვერ ახერხებს მომარაგებას ვერც დონბასისა, თუმცა იქ კიდევ შედარებით იოლია, აკი ამიტომაც ინარჩუნებს იქ არა იმდენად მშვიდობას, რამდენადაც რაღაც ერთგვარ სტაბილურობას, ისიც უფრო ქვემოთ ლუგანსკისკენ და არა უფრო ზემოთ დონეცკისკენ. მოკლედ, როგორც არის თავარი ამბავი, არ გადავუხვიოთ ახლა ბევრი, არის ის, რომ ფედოროვი გუნდში დარჩება და კიდევ უფრო თავარი ამბები, სადღაც საშემოდგომოდ გველის წინ, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, ალბათზე მეტად პრეზიდენტი ზელენსკი შეელევა ამ კონფლიქტურ კაცს ყასაბ სირსკის. მოდით უბრალოდ ჩვენ არ უწოდოთ მაინც და მაინც ასე, იმიტომ რომ ის მაინც გვირი კაცია, სხვების არ იყოს, აქ არ გავიხსენო გენერალი ზალუჟნი არ შეიძლება,
რო არ გავიხსენო უკვე ხსენებული ბუდანოვი, რომელიც ჩაერია ამ პროცესში, ამის თქმა ამინდრა დამავისლა მგონი. მოკლედ 3-4 საათი ჩაიკეტდნენ ზელენსკი და ბუდანოვი და ბუდანოვის წინადადება იყო, რომ ფედოროვს მაინც დალაპარაკებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფედოროვმა რჩეულობაზე უთხრა უარი პრეზიდენტ ზელენსკის და ის მოეზიდათ ის მაინც გუნდში დაეტოვებიდან ზელენსკისაც არ აქვს ცხადი უარყოფითი განწყობები ფედოროვის მიმართ და ისიც იოლად დახყაბულდა ან გადასაყბულებელი იყო ბუდანოვმა ითამაშა ამ თვალსაჩინო ძალიან გენიალური, კარგი, დადებითი, საჭადრაკო გეოპოლიტიკურ საკადრო პარტია. ფედოროვი გუნდშია, ამ თვალსაჩინო მინდა დავამშვიდო ჩვენები, ვინც უკრაინას უჭერს მხარს და დავამშვიდო, არა, გავანაწყედო ქართული ოცნების მომხრეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ აგე თურმე უკრაინის ხელისუფლებაში განხეთქილება და ასე შემდეგ. უკრაინის ხელისუფლებაში განხეთქილება არასწორი სიტყვაა, კიდე ბევრი პროცესი, ბევრი ამბავი მოხდება, ზალუჟნი ვახსენე, ბუდანოვი ვახსენე, ფედოროვი ვახსენე, სხვების და სხვების ხსენებაც შეიძლება, ბევრი რამ მოხდება, მაგრამ არ მოხდება მანამ, სანამ ომი არ შეწყდება თუნდაც, ხოლო როცა შეწყდება, უკრაინა ალბათ და ამას კი გეტყვით, მივარჩევნებამდე და ვის გუნდში აღმოჩნდება და ვინ იქნება ზელენსკის მოწინააღმდეგე, ამას კიდევ ნახავთ ნებისმიერ შემთხვევაში ზელენსკის უკრაინა, ბუდანოვის უკრაინა, ფედოროვის უკრაინა, ზალუჟნის უკრაინა, სხვების და სხვების უკრაინა და რასაკვირველია, პირველ ყოვლისა მთლიანად უკრაინელი ხალხის უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ნახვამდის.